სახელითა მამისათა დაზისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ადამიანის ცხოვრება ეს არის განსაცდელი ეს არის გამოცდა და ყოველმა ადამიანმა ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს ზოგი აბარებს ზოგი ვერ აბარებს ზოგს გონია რომ აი ეს ცხოვრება ამით შემოიფარგლება ადამიანის მიზნები ზოგი ფიქრობს იმაზე რომ ამ ცხოვრების იქით სხვა დიდი ცხოვრება საუკუნო მარადიული ცხოვრება ემზადება ფილოსოფოს კითხეს რა არის ფილოსოფია და ვინ არის ნამდვილი ფილოსოფოსი ნამდვილი მან უპასუხა რომ ნამდვილი ფილოსოფოსი არის ის რომელიც ემზადება გარდაცვალებისათვის ჩვენს ისტორიაში ჩვენს წარსულში ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში მრავალი საოცარი მოვლენა ყოფილა მაგალითად ასეთი დიდი მოვლენა როგორიც იყო ებრაელების ჩამოსვლა ნაბუქოდონოსორის დროს ეს მოხდა 26 საუკუნის წინ ეს მოხდა 6 საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე და მთავარი რაც ჩამოიტანეს ებრაელებმა საქართველოში ეს იყო ჭეშმარიტი ერთი ღმერთის სარწმუნოება რწმენა და ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა აი ჩვენ ეს ტაძარი ავაშენეთ წმინდა ილიას მთაზე ამიტომ განსაკუთრებული მფარველობა არის მისი ამ ტაძარზე და ჩვენზე საქართველოზე დიდი უდიდესი მოვლენა იყო ის რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისად ჩვენისა იესო ქრისტესი უდიდესი ასევე მოვლენა იყო ის რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და მრავალი სხვა ჩვენ რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს წარსულს ჩვენ დავინახავთ რომ როცა უჭირდა საქართველოს და ძალიან ხშირად უჭირდა ამ დროს მოევლინებოდა საქართველოს რომელიმე პიროვნება ან ადამიანები და აი დღეს არის ხსენება წმინდისა იოანე ზედაზნერისა და მისა 12 მოწაფეთა ეს იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ქართლის ცხოვრებიდან ჩვენ ვიცით რომ როცა შემოვიდნენ მცხეთაში მათ შეხვდა საქართველოს მეფე და კათალიკოსი იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეს არის ის დრო როცა
მონოფიზიტობა ემუქრებოდა საქართველოს და ფაქტიურად აი ამ წმინდა მამებმა გადაარჩინეს საქართველო ამ წვალებლობისაგან, მონოფიზიტობისაგან და მე დღეს მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა არის ბერობა, ესენი ბერები იყვნენ და რა გააკეთეს ამათ. უპირველეს ყოვლისა ყოველმა მათგანმა თითქმის დაარსა მონასტერი, აირჩია წმინდა ადგილი და იქ დაარსა მონასტერი. ბერი ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ თავის სიცოცხლეს სწირავს უფალს და სამშობლოს, სწირავს ეკლესიას. ეკლესია არის ის ძალა, სულიერი ძალა, რომელიც ასაზრდოებს, სულიერად ასაზრდოებს ჩვენს ერსა. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ ყოფილიყო, მე ეჭვება იქნებოდა თუ არა ქართველი ერი. და აი ბერობა და მონასტრები არის ის სვეტები, რომელზეც ეყრდნობა მართლმადიდებელი ეკლესია. ყოველი ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არადროს არ კმაყოფილდება თავისი წარსულით. მას უნდა რომ დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე იგი იყო გუშინ და ხვალ იყოს უკეთესი, ვიდრე ის არის დღეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერობა იმას არ ნიშნავს, რომ აი აუცილებლად დღესვე წმინდანი უნდა გახდეს. ადამიანმა უნდა გაიაროს ძალიან დიდი განსაცდელი და თუ გაივლის ამ განსაცდელს, ის მიაღწევს სიწმინდეს, მიაღწევს იმას და სიწმინდეს რომ მიაღწევს, დაუახლოვდება უფალს. აი ეს შეერთება მოხდება, რომელსაც ეწოდება სინერგია. და ეს ორი ძალა, ღვთის ლოცვა კურთხევა, ღვთის მადლი და ადამიანის ნებისყოფა, ეს ქმნის სასწაულს. აი ამ შეერთებამ, ჩვენი ერისა და ღვთის მადლის შეერთებამ გადაგვარჩინა ჩვენ, გადაარჩინა საქართველო. ზოგიერთს არ ესმის რა არის ეკლესია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეკლესია ეს არის ის ძალა, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ვიღაცასთვის. ეკლესია არავისთვის არ არის საშიში. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ერსა და ადუღაბებს ჩვენს ერსა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აი თუკი საბერძნეთში დაყოფილია ეკლესია სხვადასხვა ნაწილად,
რატო არ შეიძლება რომ საქართველოში იყოს ასეთი დაყოფა? მე მინდა იმის გასაგონად, ვინც ასე ფიქრობს, მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის წრული განზრახვა ჩვენი ერის წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესია თუ დაიყოფა, დაიღუპება მთელი ერი და მთელი საქართველო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. აი ამიტომ ჩვენი ეკლესია უნდა იყოს ერთი, ძლიერი და უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქართველი ხალხი და საერთოდ საქართველო. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს და გეგმავს ეკლესიის საწინააღმდეგოდ, ეს ადამიანი ან მცირე მორწმუნე უნდა იყოს, ან ურწმუნო. და რა თქმა უნდა, მცირე მორწმუნისაგან ან ურწმუნო ადამიანისაგან რას უნდა ელოდოს ადამიანი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ღმერთი დაუშვობს დაყოფას და არც ქართველი ხალხი დაუშვობს ამ დაყოფას. აი ეს ამისი გრძნობა, ამისი შეგრძნება მუდამ არის. როგორც კი რაღაც ემუქრება ქართველ ხალხს, ეს ჩვენი თვისება. ჩვენ ხანდახან ძალიან თავისუფლად ცხოვრობთ, თავისუფლად ვაზროვნებთ, მაგრამ როგორც კი ვხედავთ, რომ რაღაც ძალა ემუქრება საქართველოს, მთლიანდება ქართველი ხალხი და ვერავითარი ძალა ვეღარ დაამარცხებს ქართველ ხალხს. აი ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ეკლესიას, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მთლიან საქართველოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს მთლიანი, ერთი და ეკლესია უნდა იყოს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს წყემსი ჩვენი. ეს ასეც იქნება და მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ ეს სიბრძნე მოგცეს უფალმა. თქვენ არაერთხელ მithქვამს თქვენთვის, რომ არის ორი გონება. ეს არის ნათქვამი ფიზიოლოგი პავლოვის მიერ. ორი გონება. მცირე, ეს არის ჩვენი აზროვნება და გულის გონება, ეს არის დიდი გონება. აი როცა ადამიანი რაღაცას მოიფიქრებს, ეს ორივე გონება უნდა ჩართოს. მცირე გონება უნდა იაზროვნოს. ადამიანს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნება და ჯერ უნდა გაიაზროს და შემდეგ უნდა გააკეთოს.
და რა თქმა უნდა ეს ორივე მცირე და დიდი გონება უნდა მოქმედებდეს და ამ შემთხვევაში ადამიანი არ შესწდება. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე წმინდა იოანე ზედაზნელის დღესასწაული და მისთა მოწაფეთა დღესასწაული. მათი ლოცვით საქართველოს ვერავინ ვერ დააკლებს ვერაფერს, ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ საქართველო შეწირულია უფლის წინაშე. საქართველო არის მამული ღვთისა. საქართველო არის მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. არ შეიძლება რომ წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა დაეცეს. ღვთისმადლით ჩვენ ძლიერი ვიქნებით და მთლიანი ვიქნებით. ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.